შემოვიდა ესეთ შეკითხვა, თხოვენ რაღაცა რჩევა მივცეთ, როდესაც აქვს ადამიანს საჯარო გამოსვლის შიში. ეს თემა ძალიან ვრცელია, ამაზე მთელი ესე იგი ტრენინგებიც ტარდება, უამრავი ლექციები არსებობს, ძალიან ბევრი ტექნიკები არსებობს ამ თემაზე. მე შევეცდები ძალიან მოკლედ, აი როგორც ესეთი პირველადი დახმარება, ძალიან ელემენტარული, რა უნდა იცოდეს ამ დროს ადამიანმა, იმაზე ვისაუბრო. პირველ რიგში ძალიან კარგია ამ დროს პატარა სავარჯიშოს გაკეთება, ჯდებით სწორად, ფეხები ერთმანეთზე არ უნდა იყოს გადადებული, ფეხის ტერფები იატაკზე, ხუჭავთ თვალებს და წარმოიდგენთ გვერდიდან, დისოცირებულად, ანუ გვერდიდან, თითქოს ეკრანზე ხედავთ თქვენ თავს, რომ ატარებთ წარმატებულად, ჩაატარეთ ძალიან კარგად ეს პრეზენტაცია, რაც არის გასაკეთებელი. ეკრანი უნდა იყოს ნატურალურ ზომაში, სურათხატები უნდა იყოს მოძრავი და ფერადი და გვერდიდან ხედავთ თქვენ თავს, როგორ კარგად ჩაატარეთ, მშვიდად, როგორ იღიმებით, გიხარიათ ეს და რა მოგცათ ამან და როგორი მშვიდი, ბედნიერი და კმაყოფილი ხართ. შემდეგ სასურველია, რომ ეს იყო დისოცირებული, ანუ გვერდიდან ხედვა, სასურველია, რომ შემდეგ შიგნით შეხვიდეთ და ასოცირებულად, ანუ შიგნიდან დაინახოთ ეს ყველაფერი, რომ აი თქვენ ატარებთ, შეიგრძნოთ ის ემოცია, როცა კარგად ხართ, როცა წვდომა გაქვთ თქვენ რესურსებთან და ლაღად და თავისუფლად დაძაბულობის გარეშე ატარებთ და შიგნიდან დაინახოთ ეს, ისევ თვალები დახუჭული აკეთებთ ამას და შეიგრძნოთ. აქ მთავარია, რომ ემოცია შეიგრძნოთ, რომ აი გამოგივიდათ, ეს ყველაფერი კარგია, კმაყოფილი ხართ და შედეგსაც ხედავთ. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ორი კომპონენტი. ეს არის რა ფიქრები და აზრები გვაქვს თავში და რა ხდება ჩვენს სხეულში. როგორც წესი, ამ საჯარო გამოსვლის დროს ხელს უშლით ხოლმე დაძაბულობა სხეულში. ეს რომ მართოთ, მანამდე თქვენ უნდა ისწავლოთ სრული რელაქსაცია. YouTube-ზე დევს გიდირებული მედიტაციები, სადაც პირდაპირ გიდირებულად წვებით უსმენთ და შუბლიდან იწყება, ჩადიხართ ბოლომდე ან პირიქით ზოგ მედიტაციაში ესეა, რომ ფეხებიდან ამოდიხართ ზემოთ და სრული მოდუნება სხეულის სწავლობთ ამ გიდირებული მედიტაციების მეშვეობით, აი ამ სრულ მოდუნებას სხეულის, ამას ხშირად აკეთებთ, შეგიძლიათ ძილის წინაც გააკეთოთ და მშვიდად მერე გადახვიდეთ ძილის მდგომარეობაში, ამითი სხეული შეეჩვევა და იმახსოვრებს ამ მდგომარეობას, რაც სხეულისთვის ბუნებრივია. ადამიანისთვის ბუნებრივია იცხოვროს მოდუნებულად, ოღონდ ფხიზლად და დაძაბულობა არაბუნებრივია. იმიტომ გვიშლის ის დაძაბულობა ხელს თუნდაც იმ საჯარო გამოსვლაში და ზოგადად ცხოვრებაში, თუ ადამიანი ცხოვრობს დაძაბული, მისი ცხოვრების ხარისხი ძალიან დაბალია. ამიტომ აი ამითი ემზადებით სწავლობთ კარგად სხეულში დაძაბულობის მართვას და ეს რომ მანამდე სხეულს დამახსოვრებული აქვს და სხეული ყველაფერს იმახსოვრებს, სხეულს ახსოვს ყველაფერი დედის მუცლიდან, აი 3 კვირის რო არის მუცელში ბავშვი, იქიდან უკვე სხეული ყველაფერს იმახსოვრებს და სხეულს ყველაფერი ახსოვს. ამ შემთხვევაში სხეული უკვე დაიმახსოვრებს ამ მოდუნების მდგომარეობას, რომ შეუძლია თვითონ მართოს დაძაბულობა სხეულში და უცბად შეგიძლიათ ისე მოდუნდეთ იქ, რომ ვერავინ ვერ ამჩნევს თქვენ ის როგორ გააკეთეთ, წამიერად თუ იგრძნობთ დაძაბულობას, რამდენიმე წამში იქვე საჯარო გამოსვლის დროს პატარა პაუზას იღებთ, რამდენიმე წამზე ალაპარაკი, რომელიც სხვისთვის შეუმჩნეველია. იქვე იხსნით ამ დაძაბულობას, თუ მოდის მეორე კომპონენტი, ეს არის ფიქრები, შემზღუდველი, რწმენა წარმოდგენები, რაღაც შიშის ფიქრები. ზოგს ყველას თავისი აქვს, ზოგს აქვს, ხა რამე არ შემეშალოს, ვინმე მარ დამცინონ, არ ჩამივარდეს ეს, მერე ეს ამას ეს მოყვება რაღაცა, ყველას თავისი აზრები აქვს, რაღაცა განსხვავებული შემზღუდველი, რომელიც იმ წუთას ძალიან ზღუდავს, აბრკოლებს ადამიანს, ძაბავს ადამიანს, ეს ფიქრები ყოველთვის, როდესაც ასეთი ფიქრებია, შიშის ფიქრები, შემზღუდველი, ის ყოველთვის ფიზიოლოგიურად სხეულში გვძაბავს. ამ ფიქრებს უშვებთ, შეიძლება ამ დროს წარმოიდგინოს ადამიანმა, რომ ეს ჩიტს გავს ეს ფიქრი და ეს მოფრინდა ეს ჩიტი, მაგრამ
ჩემ ხელშია თუ არ მივაქცევ ამ ჩეტს ყურადღებას, ის ისევ გაფრინდება, როგორც მოფრინდა და იმ ფიქრს ჩავანაცვლებ უკვე ჯანსაღი ფიქრით, ისეთი ფიქრით, რაც იმ დროს ძალიან სასარგებლო იქნება ჩემთვის და ჩვენ ერთი ვიდეოც შევწერეთ ამ თემაზე, არის ესეთი ძალიან კარგი მეთოდი, შიში, როდესაც გაშინებს რაღაც ფიქრი და ვერ შევძლებ, ვერ გავაკეთებ, მოდის აზრი ეს შიში გკეტავს და შიშის ძალიან კარგი საპირისპირო, აი კარგად ანაცვლებს შიშს, მისი საპირისპირო ემოცია არის ინტერესი და შიშმა რო ჩაკეტა ეს ინტერესი ხსნის, ზუსტად მიმართულებით მისი საპირისპირო მიმართულების ემოცია ინტერესი და ამ დროს შეგიძლიათ თქვათ შევძლებ გამომივა, უბრალოდ მაინტერესებს როგორ მოხდება ეს. შევძლებ უბრალოდ მაინტერესებს როგორ გამომივა. თუ ეს შეძლო სხვებმა, სხვა ადამიანებმა, ესე იგი შევძლებ მეც. აი სულ ეს იყო, რაც მინდოდა დღეს მეთქვა.